ოპერაცია ვალკირია. დღე, როცა ჰიტლერის სიკვდილს გადაურჩა. 20 ივლისი 1944 წელი. ევროპა იწვის. მეორე მსოფლიო ომი დასასრულისკენ მიდის, მაგრამ ნაცისტური გერმანია ჯერ კიდევ იბრძვის. აღმოსავლეთ ფრონტზე საბჭოთა არმია სწრაფად მიიწევს. დასავლეთიდან კი მოკავშირეები გერმანიისკენ მოდიან. ჰიტლერის იმპერია ნელ-ნელა ინგრევა. და სწორედ ამ დროს მისივე არმიის ოფიცრები გადაწყვეტენ იმას, რაც მანამდე ვერავინ გაბედა. მოკლან ადოლფ ჰიტლერი. გერმანიის შიგნით დაბადებული წინააღმდეგობა. ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულება ახალი არ ყოფილა. 1938 წლიდან არსებობდნენ გერმანელი სამხედროები, პოლიტიკოსები და დაზვერვის ოფიცრები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ჰიტლერი ქვეყანას კატასტროფისკენ მიაქანებდა. მაგრამ მათი გეგმები მუდმივად იშლებოდა. ზოგს სიმამაცე არ ყოფნიდა, ზოგს დრო და ზოგჯერ თავად ისტორია არ აძლევდა შანსს. 1944 წლისთვის ყველაფერი შეიცვალა. სტალინგრადის დამარცხების შემდეგ ნათელი გახდა. გერმანია ომს აგებდა. თუ ჰიტლერი დარჩებოდა ხელისუფლებაში, ქვეყანას სრული განადგურება ელოდა. კაცი, რომელმაც ყველაფერი გაცირა. ამ შეთქმულების ცენტრში იდგა ერთი ადამიანი. კლაუს ფონ შტაუფენბერგი. არისტოკრატი ოფიცერი. გონიერი, განათლებული, ქარიზმატული. ჩრდილოეთ აფრიკაში ბრძოლისას მძიმედ დაიჭრა. დაკარგა მარჯვენა ხელი, მარცხენა ხელის ორი თითი და ერთი თვალი. მაგრამ გადარჩა. და სწორედ ამან შეცვალა მისი ცხოვრება. მან დაინახა, რომ ჰიტლერი გერმანიას არა გამარჯვებისკენ, არამედ თვით განადგურებისკენ მიაქანებდა. შტაუფენბერგმა გადაწყვიტა, თუ გერმანიის გადარჩენა შეიძლებოდა, ჰიტლერი უნდა მომკვდარიყო. რა იყო ვალკირია? ვალკირია თავდაპირველად იყო ჰიტლერის მიერ დამტკიცებული საგანგებო სამხედრო გეგმა. მისი მიზანი იყო წესრიგის აღდგენა ქვეყანაში შესაძლო აჯანყობის შემთხვევაში. მაგრამ შეთქმულებმა ეს გეგმა შეცვალეს. მათი ჩანაფიქრი ასეთი იყო. ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ გამოაცხადებდნენ თითქოს SS-მა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. შემდეგ კი სარეზერვო არმია დაიკავებდა ბერლინს. დააპატიმრებდა ნაცისტურ ხელმძღვანელობას და ახალ მთავრობას შექმნიდა. ეს იქნებოდა სამხედრო გადატრიალება. გერმანიის უკანასკნელი შანსი. 20 ივლისი. დღე, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. დილით შტაუფენბერგი ჩავიდა ჰიტლერის მთავარ შტაბში. მგლის ბუნაგში, აღმოსავლეთ პრუსიაში. მასთან ჰქონდა პორტფელი. შიგნით ბომბი. თავისი დაზიანებული ხელით ძლივს მოახერხა მექანიზმის გააქტიურება. ორიდან მხოლოდ ერთი ასაფეთქებელი მოასწრო ჩართვა. ეს შეცდომა საბედისწერო აღმოჩნდა. შეხვედრის ოთახში შევიდა. პორტფელი ჰიტლერთან ახლოს დადო. შემდეგ თქვა, რომ სასწრაფო ზარზე უნდა ეპასუხა და ოთახი დატოვა. რამდენიმე წუთში აფეთქება. ოთახი კვალმა და ნამსხვრევებმა დაბარა. ადამიანები ძირს ეცემდნენ. ყვირილი, სისხლი, ქაოსი. შტაუფენბერგმა შორიდან აფეთქება დაინახა. დარწმუნებული იყო. ჰიტლერი მკვდარი იყო. ის სასწრაფოდ გაფრინდა ბერლინში, ოპერაცია ვალკირიას დასაწყებად. მაგრამ ჰიტლერი ცოცხალი იყო. როგორ გადარჩა ჰიტლერი? ისტორიის ირონია იმაშია, რომ მისი სიცოცხლე ერთმა უბრალო მოქმედებამ გადაარჩინა. ერთ-ერთმა ოფიცერმა პორტფელი შემთხვევით გადაადგილა მაგიდის სქელი ხის ფეხის მეორე მხარეს. აფეთქების ტალღა სწორედ ამ ბოძმა შეაკავა. ჰიტლერმა მიიღო მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები. დაზიანებული ყურის გარსი, დამწვარი ტანსაცმელი და შოკი. მაგრამ ის ცოცხალი იყო და რამდენიმე საათში უკვე ტელეფონით გასცემდა ბრძანებებს. ბერლინში შეთქმულებმა დაიწყეს ოპერაცია. რამდენიმე საათით თითქოს ყველაფერი მუშაობდა. ოფიცრები იკავებდნენ შენობებს. იგზავნებოდა ბრძანებები. ნაცისტური ლიდერები იბნეოდნენ.
მაგრამ შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია. ჰიტლერი ცოცხალია და ყველაფერი ერთ წამში ჩამოიშალა. ერთგულმა გენერლებმა მხარე შეიცვალეს. შტაუფენბერგი და მისი თანამზრახველები დააპატიმრეს. იმავე ღამეს სამხედრო სამინისტროს ეზოში ისინი დახვრიტეს. მისი ბოლო სიტყვები იყო: გაუმარჯოს წმინდა გერმანიას. ჰიტლერი განრისხებული იყო. დაიწყო სასტიკი წმენდა. დააპატიმრეს 7000-ზე მეტი ადამიანი. დაახლოებით 5000 სიკვდილით დასაჯეს. ზოგი ჩამოახრჩვეს ფოლადის მავთულით. ყველაფერი იწერებოდა კამერაზე, რათა ჰიტლერს პირადად ენახა მათი ტანჯვა. ეს იყო შურისძიება, რომელმაც გერმანიის წინააღმდეგობის მოძრაობა თითქმის გაანადგურა. რა მოხდებოდა ჰიტლერი რომ მომკვდარიყო? ისტორიკოსები დღემდე კამათობენ. შესაძლოა ომი ადრე დასრულებულიყო. მილიონობით სიცოცხლე გადარჩენილიყო. ევროპის რუკაც სხვანაირი ყოფილიყო. მაგრამ ისტორია თუს არ ცნობს. ერთი გადადგმული პორტფელი, ერთი ხის მაგიდა და მსოფლიო ისტორია სრულიად სხვა გზით წავიდა. ოპერაცია ვალკირია ვერ შედგა. მაგრამ მან დაამტკიცა ერთი რამ. ყველა გერმანელი არ ემორჩილებოდა ჰიტლერს. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს, რათა შეეჩერებინათ ბოროტება. და მიუხედავად მარცხისა, მათი მცდელობა იდარჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გაბედული შეთქმულება კაცობრიობის ისტორიაში.